საფეხბურთო კლუბს აუცილებლად ჭირდებოდა ინფრასტრუქტურა და სტადიონი, ეს მისი აუცილებელი ატრიბუტია. ჩვენ ნახეთ ეს სტადიონი იმ პერიოდში იყო აბსოლუტურად განადგურებული, არ იყო მინდორი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ტრიბუნებზე არ იყო დასაჯდომის გამი და საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად პირველ რიგში გამოცვლილი იქნა მოედანი, დაიგო ახალი საფარი, თურქეთიდან იქნა ის შეძენილი. შემდეგ მოეწყო ეს ინდივიდუალური სკამები, რასაც UEFA-ს მოთხოვნა მოითხოვდა გასახდელები და შიგნითა ინფრასტრუქტურაც, სატრენაჟორო დარბაზები, საკონფერენციო დარბაზები, ეს იმისთვის, რომ ზესტაფონის კლუბს ქონოდა შესაძლებლობა ევროპის თამაშების სახში თამაშის და მაყურებლები ადგილობრივი, ესე ვთქვათ, ფანებს ასვალება ქონოდათ ევროპის გრანდები ეხილათ ზესტაფონის სტადიონს. ჩვენ ქონდა საქართველოში იმ დროს, მე მგონი, ან ორი სტადიონი იყო, რომელიც UEFA სტანდარტებს შეესაბამებოდა, ეს იყო თბილისის დინამოს სტადიონი. მე ახლა ვერ გეტყვით ზუსტად ლოკომოტივის შეესაბამებოდა თუ არა, მე მგონი იქ ჰქონდათ პრობლემები და შემდეგი სტადიონი ეს იყო ზესტაფონი, რომელსაც შეეძლო უკვე ევროპის დონის თამაშები. უნდა კლუბს თუ ვაკეთებდით ჩვენ ევროპული სტანდარტების შესაბამის, მას შესაბამისი არენაც უნდა ქონოდა და ამიტომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და საკმაოდ ძიმე ინვესტიცია განვახორციელებთ. ამის გარდა განათება, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე სტადიონს აქვს დღეს საქართველოში, ერთი არის დინამოს სტადიონი, ლოკომოტივი, ქუთაისი, მაგრამ ქუთაისამდე უკვე ზესტაფონს ჰქონდა განათება. მესამე სტადიონი იყო, რომელსაც ჰქონდა განათება და მეცაც გეტყვით, დინამოს და მხოლოდ ზესტაფონს ჰქონდა უკვე 1600 ლუქსის განათება იმ დროისთვის, რომელიც შეესაბამებოდა თანამედროვე სატელევიზიო გადაცემებისთვის, აქედან გადაცემები გვეწარმოებინათ მთელ ევროპას. მოებით 4.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამაში ყველაფერში. 2004-დან დავიწყეთ და 2005 წელს მოვჭით ეს. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ UEFA-ში პრეზენტაციაც კი გაკეთდა ამ ჩვენი კლუბის, იმიტომ რომ ამ კლუბმა 2 წელიწადში მიაღწია იმას, რომ UEFA-ს ცენტრალურ თამაშებზე შეძლო თამაში და მის სტადიონზე ეთამაშა. ეს ძალიან დიდი პროგრესი იყო და დღესაც არის UEFA-ში კლუბ ზესტაფონის პრეზენტაცია. მე ასე ვიტყვი, რომ ნამდვილად ფეხბურთი არ არის დღეს საქართველოში სპორტი, რომელსაც რაიმე ფინანსური შედეგი მოაქვს, მაგრამ ჩვენი მე იმ პერიოდში მართავდი ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას, უпроსწორად აქციონერი ვიყავი და მე ვფიქრობდი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ჩვენის კომპენსაცია უნდა მივეცა, რასაც ქარხანა მათ უშავებდით. ეს იყო სპორტი, კერძოდ ფეხბურთი, აქ ძალიან დიდი მოყვარულები იყვნენ ფეხბურთის, საკმაოდ ძლიერი ფან ზონა ყავდათ, საკმაოდ შეყვარებულები არიან ფეხბურთზე და ამიტომაც ჩვენ მათ აი ეს საშუალება მივეცა. რაც შეეხება ახლა აქტიურად გამოსახულებას, ნამდვილად აქტიურად გამოსახულებაზე ლაპარაკი არ არის და წარმატება ეს ხალხის სიყვარული იყო ზესტაფონის მიერ, ჩვენ შევძელით შეგვექმნა მოკლე ხანში ერთ-ერთი ლამაზი მშვენიერი გამართული ინფრასტრუქტურა, შეგვექმნა ესეთი ევროპული დონის კლუბი, რომელიც მარტო ზესტაფონში კი არა, მთელ საქართველოში უყვარდნენ, მას ევროპაში იცნობდნენ, დღესაც ამ კლუბს სახელი და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ ამ ფულად ვიყო. მე ამაყი ვარ დღეს ზესტაფონით, ამაყი ვარ იმით, რომ ეს კლუბი კიდევ არსებობს, მართალია ეს არ მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში. მე ახლა გახდით ევროპის ჩემპიონატზე, სადაც UEFA-ს მაღალჩინოსნები სახელით კი არ მომართეს, არამედ ზესტაფონიო და იმდენად საინტერესო იყო, რომ ბოლოს მესამე თუ მეოთხე თამაში უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმაც მკითხა, თქვენი ზესტაფონი, თქვენი გვარია თუ სახელია, რომ აუხსენი რაც იყო, მისთვისაც ძალიან საინტერესო იყო, სურათიც არის გადაღებული. კლუბი არ დამიხურავს, კლუბი არსებობს. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ
აქ იყო ორი გადამწყვეტი მომენტი: არათანაბარი დაფინანსება და ჩემპიონატის ფორმულა. არათანაბარი დაფინანსების გამოსწორება დღეს ის უკვე თითქმის ეს მოხდა, იმიტომ რომ ფედერაცია მიიღო როგორც იქნეს გადაწყვეტილება, რომ ყველა კლუბები და სახელმწიფო დაეთანხმა მას, რომ ყველა კლუბები ერთნაირად უნდა დაფინანსებულიყვნენ. აი ეს ბრძოლა ზესტაფონმა დაიწყო და მიაღწია. მეორე ის, რომ 16 გუნდიანი ჩემპიონატი, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა ქართული ფეხბურთისათვის, ჩვენ ამაზე ვთქვით და გავაკეთეთ კიდევაც განცხადება, რომ ესეთ მარასში არ მივიღებდით მონაწილეობას და ეხლა დღეს ისევ ფედერაცია იმ გზას დაადგა, რომ ეს ფორმულა შეცვალოს. ესე იგი, ზესტაფონის ბრძოლა გამოდგა სწორი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ზესტაფონი ამას შეეწირა და დღეს ფედერაცია არ ძალს არ ყოფნის ძალა იმის, რომ ეს აღიაროს და ის დაუბრუნოს თავის ადგილს. სამწუხაროდ კლუბი ვალდებული ამ მოედნის დახურვის ნაბიჯი გადაედგა გამომდინარე იქიდან, რომ იქ უკვე დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები, ნორმები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოედანი არსებობს 10 წელი, მასზე მიდიოდა ძალიან ინტენსიური ვარჯიში, მან თავისი, ასე ვთქვათ, დრო მოჭამა და ეს საფარი საჭიროებს გამოჩნდეს. ჩვენ თუ გავაგრძელებდით და უკვე სადღაც მგონი 2 თვის წინ კლუბმა მიიღო გაფრთხილება, შენიშნა ფეხბურთის ფედერაციისგან, რადგან რამდენი დიდი ხანი არის გასული მას შემდეგ, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უგულებობის გამო ერთ-ერთი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბაზაზე ისე დაშავდა, რომ მისი საერთოდ ფეხბურთში კი არა, ფეხზე გავლა იყო სათულო. ამიტომ გამომდინარე აქედან ფედერაციამ შეცვალა თავის მიდგომა და ძალიან მკაცრად მიუდგა უსაფრთხოების ზომებს, რაც აუცილებლად გასატარებელი იყო ჩვენი კლუბის მიერ. ისინი ჩამოვიდნენ აქ ინსპექციაზე და დაგვავალეს ამ მოედნის, ასე ვთქვათ, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ საფარის გამოცვლა. რომ იქ არ მოხდარიყო უბედური შემთხვევა. აქედან გამომდინარე ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეხურა ეს მოედანი იმის საფასურად, რომ ბავშვების გუნდები, რომელიც იქ ვარჯიშობდნენ, ჩვენ მას მივეცით ბაზაზე მოედანი უფასოდ, უფასოდ ევარჯიშებინათ ბაზაზე, რაც შეეხება მესამე ლიგის გუნდს, მას გაეფორმებინა კონტრაქტი კლუბის ხელმძღვანელობისთვის, რათა მინიმალური ფასი, მოედნის გუნდის ფასის საფასურად შეძლებოდათ იქ ვარჯიში და ოფიციალური თამაშების ჩატარება. ჩვენ წავედით იმაზე, რომ ბავშვებისთვის ეს მოედნები მიგვეცა უფასოდ, იმიტომ რომ ბავშვებს არ აქვს ხელადატვირთები, ხოლო დიდები კლუბი თუ მას პრეტენზია აქვს, რომ კლუბი აქვს, კეთილი უნდა ინებოს და გადაიხადოს ამაში. მზათავარ ერთ ლარად გადავწე აი ეს მინდორი მას, მხოლოდ ინვესტიციის პირობით, რომ მათ ეს საფარი შეცვალონ და იყოს მაშინ მათ განკარგულებაში, კლუბს თუ ის დაჭირდება, ჩვენ მისგან ვიქირავებთ და გადავუხდით სამგეობას, რატომღაც ეს იდეა არ მოეწონა. მე დღეს აქ აერთებენ გეუბნებით, რომ ერთ ლარად ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიციები გვაქვს იქ ჩადებული. მეცად გეტყვით, თუ ისინი მზად არიან, რომ მოუარო კლდეეთის ბაზას, მე მზად ვარ, რომ ის ბაზაც ერთ ლარად გადავცე მარიან. სტადიონსაც მოუარო, მე მზად ვარ, სტადიონიც ერთ ლარად გადავცე მას. მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი ამ ინვესტიციებს ამას ჩადებენ და მე გარწმუნებთ, რომ ეს არც ისე პატარა თანხაა, ძალიან დიდი თანხაა და არ მგონია, რომ მათაც შეძონ ამ თანხების მოპოვება. ესე რომ პოპულისტური განცხადებები ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, საჭირო არის, რომ ინვესტორს გაუფრთხილდნენ და მისცენ იმის საშუალება, რომ აქ ეს ინფრასტრუქტურა რაღაცნაირად შეინახო. უნებრივ საფარია, ხელოვნურ საფარიანი მოედნის დემონტაჟი, ესე ვთქვათ, ახალი მოედნის დაგება მათ დაუჯდებათ $1 მილიონი. ნუ ახლა სხვადასხვა ხარისხისგან გამომდინარე შეიძლება
მეოთხე თაობის, მეხუთე თაობის, რომელსაც დააგებენ, აქედან გამომდინარე 400-500 დოლარის ინვესტიცია ერთი ნოიდან. რაც შეეხება ბუნებრივ საფარიანების შენახვა, ესაც არ არის იაფი სიამოვნება და თვეში ალბათ 40-50,000 ლარამდე არის საჭირო აი ამ ინფრასტრუქტურის. ის რომ კლუბმა უნდა აღიდგინოს თავისი ადგილი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც მას წაართვეს დაუმსახურებლად.